უმაღლესი დონის სამედიცინო დაწესებულება პედიატრიული პრივატკლინიკა საქართველოში არსებულ იმ კლინიკათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ინტენსიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის კლინიკებთან და სადაც უცხოელი სპეციალისტები აქტიურ რეჟიმში მოღვაწეობენ. შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის მისაღებად პაციენტებს ქვეყნის დატოვება აღარ უწევთ, რადგან პედიატრიულ პრივატკლინიკაში ქართველი თუ უცხოელი პროფესიონალები საერთაშორისო დონის ოპერაციებს და სარეაბილიტაციო მომსახურებას უზრუნველყოფენ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, სასწრაფო გადაუდებელ შემთხვევებზე პასუხისმგებელი ჯგუფი და მულტიპროფილური სამედიცინო პერსონალი პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღეა. პედიკული მედიცინის განყოფილებაში აქცენტი არის გაკეთებული დედა და ბავშვი. განურჩევლად სიმძიმისა, განურჩევლად დაავადებისა, დედა და ბავშვი თავსდებიან ერთად. თუ ამის საშუალება მინიმალური მაინც გვაქვს. ანუ ეს აქცენტი, რომ დაავადება უკეთესად ინკურნება, როდესაც დედა და ბავშვის კავშირი არ ერღვევა. ესევე არის სხვა განყოფილებებში, ჩვენთან გასართობი ცენტრი გვაქვს ბავშვებისთვის, რომ მინიმალურად შეძლონ გართობა მათ, ვისაც გადაადგილება მარტივად შეუძლიათ. და თვითონ მედპერსონალის დამოკიდებულება ოჯახური გარემო არის ნამდვილად. პედიატრიული პრივატკლინიკის სპეციალისტები მტერფის პათოლოგიებთან ბრძოლის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და ამ მხრივ თანამედროვე მედიცინის მაჯისცემაზე უჭირავთ ხელი. ამის დასტურია ამერიკელი ქირურგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის ელი დანიელის საქმიანი სტუმრობა კლინიკაში. პროფესორის, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერაციებს შემდეგი მეთოდით ატარებს. კოჭისძვლის ამოვარდნილობის ღია ჩასწორება სტენტის გამოყენებით. ეს მეთოდი უკვე დაინერგა პრივატკლინიკის ბაზაზეც. ჩვენს კლინიკაში და ზოგადად საქართველოში რამოდენიმე წელია ვფლობთ და ვაკეთებთ ოპერაციებს ტყელტეფიანობასთან დაკავშირებით. ბავშვთა ასაკში 14-15 წლამდე, იმიტომ რომ შეზღუდული ვიყავით უფრო დიდ ასაკში ამ ოპერაციების ჩატარების გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, იმიტომ რომ იმ მეთოდს, რომელსაც ჩვენ ვფლობდით, უფრო დიდ ასაკში მაგის გაკეთება არ იყო რეკომენდირებული და არც დასაშვები. 2 წლის წინ გახდით დუბაიში, სადაც გავიცანით ამერიკელი სპეციალისტი, პოდიატრისტი, კოჭწვევის და ტერფის ქირურგი, ექიმი დოქტორ ენიელი. მან შემოგთავაზა თავისი ახალი ხედვა და ახალი მიდგომა ტყელტერფიანობასთან დაკავშირებით. არსებობს ესეთი დიაგნოზი კოჭის ძვლის რეციდიული ამოვარდნილობა, რომლის ზუსტად ყოველი მოძრაობის დროს, ყოველი ფეხის დაბიჯების დროს კოჭის ძვალი შემოგდებულია შიგნით, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს, რომლის ზუსტად გადაადგილება შეზღუდულია და ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის. ეს მეთოდი, რომელიც ბატონმა ელიმ შემოგთავაზა, გვაძლევს საშუალებას არ შევეხოთ ძვალს, არ შევიყვანოთ იმპლანტი ძვალში, არამედ შევიყვანოთ სინუსში, რომლის დროსაც არანაირი ძვლოვანი დაზიანება არ ხდება, არ ზიანდება ხრტილოვანი ქსოვილი, რომელიც რა თქმა უნდა ბავშვთა ასაკში და ზოგადად ნებისმიერ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ კოლეგებთან ერთად პროფესორმა დანიელმა ოპერაცია 13 წლის მოზარდს ჩაუტარა. დიაგნოზით კოჭის ძვლის რეციდიული ამოვარდნილობა. პაციენტს აწუხებდა ტკივილები, უჭირდა გადაადგილება და დროთა განმავლობაში ტერფის დეფორმაცია შეინიშნებოდა. დღევანდელმა ოპერაციამ წარმატებულად გართულებების გარეშე ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის მიმდინარეობას ქირურგებთან ერთად სხვა სპეციალისტებიც ესწრებოდნენ. მე ბევრ ქვეყანაში მიწევს ლექციების საკითხვა, ასევე ვატარებ ოპერაციებს. ამ კლინიკაში არსებული ტექნოლოგიები ძალიან კარგია, შენიშვნები არ მაქვს. ერთადერთი რასაც გირჩევთ, განაგრძეთ პროგრესი. მსგავსი ოპერაცია გასული 10 წლის განმავლობაში 40,000-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა. აქედან 90%-ზე მეტი წარმატებულია. სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან მსგავსი ოპერაციების ძველი მიდგომით ჩატარების შემთხვევაში დადებითად მხოლოდ 55% სრულდებოდა. კონკრეტულად ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მინინვაზიური, უსისხლო, მინიტრაუმატიზირებული ოპერაციული მკურნალობის შესახებ, რომელიც მოიცავს კოჭქვე და ართრორიაზს. ის გამო ჩვენ მოწვეული ხავს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექიმი ელი დანიელი, რომელიც არის სპეციალისტი და ითვლება ტერფის მასტერად, ასეთი წოდება აქვს მას. მასთან ერთად განხორციელდა უკვე მეორე ვიზიტი და გაკეთდა წინა ვიზიტზე 9 პაციენტზე 13 ოპერაცია და პაციენტთა რაოდენობა ამ ვიზიტზე უკვე მოიმატა. რა უპირატესობა აქვს დაუშვათ მკურნალობის ამსახეს. ეს არის სავსებით ახალი სიტყვა ზოგადად არა მარტო ორთოპედიაში, არამედ ზოგადად მედიცინაში. ეს არის აბსოლუტურად
არა ტრავმატული ოპერაცია, რომელიც ასორებს, აკეთებს ამოვარდნილი კოჭის ჩასწორებას იასახით და მის ფიქსაციას შესაბამისად იმპლანტის საშუალებით, რომელიც არის მოწოდებული ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დეტროიტიდან და ფართოხმარებაშია როგორც ამერიკაში, ესე მის საზღვრებს გარეთაც. რაც შეეხება დღევანდელ ოპერაციას, გაუკეთა ბავშვს 13 წლის ბავშვს, რომელსაც ბავშვთა ცერებრული დამბლა აქვს და კვეთრად გამოხატული ტერფის პლანო ვალგუსური დეფორმაცია, ის კომბინაციაში გაკეთდა ახილეს სისხლის დაგრძელებასთან ერთად წარმატებულად გამოვიდა ყველაფერი აქ. სახელმწიფომ დაგვაფინანსა, ყველანაირად მხარში დაგვიდგა შინაგან საქმეთა სამინისტრო, საყოველთაო დაზღვევა თბილისის მერია. ძალიან მადლობლები ვართ და ამის შემდეგ დასჭირდება ბავშვს რეაბილიტაცია, რომელიც უკეთ დაადგმეინებს ფეხს და უკეთ იმოძრავებს ბავშვი. პედიატრიულ პრივატ კლინიკას პაციენტებისთვის არაჩვეულებრივი სიახლე აქვს. პოსტოპერაციული რეაბილიტაცია სამედიცინო დაწესებულების ბაზაზევია შესაძლებელი. ერთჯერ ქვეშ მოქცეული ყველა საჭირო მომსახურება კომფორტსა და შვებას მოუტანს პაციენტებს და მათ სწრაფ გამოჯამრთელებას შეუწყობს ხელს. რეაბილიტაციის ცენტრი ემსახურება როგორც ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ქირურგიული ჩარევის შემდგომ პაციენტებს, ასევე სხვა ტიპის პაციენტებს, რომლებსაც მსგავსი ჩარევა ესაჭიროებათ. ეს არის ბავშვთა ცერებრული დამბლით დაავადებული პაციენტები, ან სხვადასხვა შეზღუდული უნარების მქონე ბავშვები, რომლებსაც ესაჭიროებათ მათი მომსახურება. რეაბილიტაცია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ბატონმა ელმაც აღნიშნა, ბატონიელი არის რეაბილიტოლოგი, ამ საქმის ასე ვთქვათ პოსტოპერაციული თერაპიის მონიტორინგის ხელმძღვანელიც და ძალიან დიდ უპირატესობას და მნიშვნელობას ანიჭებს რეაბილიტაციას. ამისთვის მან ჩაგვიტარა ასე ვთქვათ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ტრენინგები, რომელიც ასე ვთქვათ ამ ოპერაციის შემდგომ თერაპიაზე მოგცემდა ჩვენ უფრო კონკრეტულ ასე ვთქვათ მითითებებს და ასე ვთქვათ უფრო უკეთესი შედეგების მომცემი იქნებოდა ეს აქცენტები. ეს რეაბილიტაცია არის იმისათვის, რომ რაც ჩასწორდა და გაკეთდა, ის უფრო მეტად მობილურობის, ასე ვთქვათ, მისაღწევად სახსარში, ასე ვთქვათ, მოძრაობის გასაუმჯობესებლად, კუნთის და ასე ვთქვათ, მთელი იაგოვანი აპარატის ფუნქციის, ასე ვთქვათ, ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა მეთოდიკას. ამისთვის ეს არის მანიპულაციები, მობილიზაციები, სახსრების, როგორც ასევე კუნთების, მასაჟთა და სხვა, ასე ვთქვათ, მექანოთერაპიულ და სხვა იმ მეთოდიკასთან ერთად, რომელსაც გამოიყენებს, ასე ვთქვათ, რეაბილიტაციური მიმართულებები. პროფესორი დანიელის რჩევის გათვალისწინებით, პედიატრიული პრივატ კლინიკის პერსონალი პროგრესისა და პროფესიული ზრდის შეწყვეტას არ აპირებს და პაციენტების ჯანმრთელობის სამსახურში სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი თანამედროვე სამედიცინო მეთოდების დანერგვას გეგმავს.